იკვეთება მთავარ ესე ვთქვათ ცხელწერტილებად, ეს არის სამეგრელო და ქვემო ქართლი. დიახ. დიახ, გისმენთ. დიახ, გეთანხმებით, ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ რამოდენიმეჯერ ამაზე გაამახვილა საარჩევნო კამპანიის დროს ყურადღება, რომ მოსალოდნელი შეიძლება იქნას ქართულებები, ემოციებს ყოველთვის ახლავს ის, რომ ადვილად გამოყენებადი შეიძლება გახდეს მავანთათვის სიტუაციის დაძაბვა. ამიტომ კახიკალაძის განცხადება მოვისმინე, პრინციპში ეს არაფრის თქმელი განცხადება არის, იმიტომ რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერი გაცილებით უფრო სერიოზულ განცხადებას უნდა აკეთებდეს. ახლა მოწოდებით არ ამგონია ის ხალხი იქ დაიშალოს. უფრო სიღრმისეული და უფრო სწორი და უფრო სწრაფი ქმედება უნდა. ახლა კახიკალაძის მოწოდებით თბილისიდან ის ახალგაზრდობა დაშლას არ დააპირებს ნამდვილად. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები უნდა ჩავიდნენ ადგილზე და უნდა გაერკვენ სიტუაციაში, იმიტომ რომ მე პირადად ეს ძალიან არ მომწონს და ძალიან არ მომწონს, რომ ეს მარნეულში ხდება. და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს ეს არ მოწონს. ეს არ იყოს ადეკვატური განცხადება კახიკალაძის. ხელისუფლებამ გაცილებით უფრო მეტი უნდა გააკეთოს, განცხადებები კი არ უნდა აკეთოს თავისი ცენტრალური ოფისიდან. არამედ უნდა იმოქმედოს. იმიტომ რომ საქართველო არის საკმაოდ ისეთ სიტუაციაში და არაერთგზის მე პირადად მისაუბრია, რომ არიან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ადამიანთა ჯგუფები, ძალები, რომლებსაც საშინაო დავალება აქვს. საშინაო დავალება გულისხმობს, რომ არჩევნები მანდამაინც მშვიდად არ უნდა ჩატარდეს. სხვათა შორის ამაზე თქვენ ფიქრობთ, რომ ის რაც მოხდა მარნეულში, ასეთი ტიპის საშინაო დავალების ნაწილი შეიძლება იყოს? საშინაო დავალებებს აქვს სხვადასხვა ვერსია. დიანა, როცა რაღაცის გაფუჭებაა დაგეგმილი, ერთი ვერსია არ მუშავდება ხოლმე, მუშავდება რამოდენიმე ვერსია, სათადარიგო ვარიანტები. ამიტომ როცა ოცნება იგივეს ლაპარაკობს, რასაც ლაპარაკობს იგივე თქვათ ეროვნული ფორუმი, სხვაობა ის არის, რომ ეროვნული ფორუმი ხელისუფლებაში ახლა აღარ არის. და პასუხისგებლობა გაცილებით უფრო მეტი უნდა ქონდეს სახელმწიფო პარტიას, ვიდრე ის სიტუაცია, რაც ახლა მოვისმინეთ. განცხადება არ არის საკმარისი ქმედებაა საკმარისი თან დროულად. ბატონ გუბას, თქვენ რას ელოდებით ამ არჩევნებიდან და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ბოლო განცხადებას და თქვენი პასუხის შემდეგ მე უკვე ამ განცხადებას გავაცნობ მაყურებელს. თქვენ ეროვნული ფორუმი რას ელოდებით ამ არჩევნებისგან? ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას ქვეყნისთვის. ყველა ვარიანტში ეს არჩევნები უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი და არა ნაბიჯი უკან. დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზები ახლდა ამ არჩევნებს, ჩვენ შტაბშიც შემოდიოდა ინფორმაციები განსაკუთრებით ფოთიდან შემოდიოდა, დიდუბიდან არის დარღვევები, ეს მარად დაუმარცხებელი და ჩაუძირავი კოორდინატორების თემა, რაც არის ქალბატონების, რომლებიც უბნის გარშემო სვავებივით დაფრინავენ და წრეს ურტყამენ. ანუ ისევ იყვნენ, მე მთელი დღე ცოტა ხანი ვიყავი ბატონ გუბას, მხოლოდ ხმის მისაცემად ვიყავი გასული კოორდინატორები. არ შემხვედრიან, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ხელმძღვანელს მოусმინეთ, მაღალი სანდოობა აქვს ამ ორგანიზაციას და ამ ქალბატონსაც საზოგადოებაში ის საუბრობდა, რომ ჩვენს დამკვირვებლებს ესმოდათ კოორდინატორები, როგორ ურეკავდნენ და კითხულობდნენ, მოვიდნენ, რატომ არ მოვიდნენ უბანზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი კოორდინატორის მუშაობის, ვთქვათ, შემადგენელი ნაწილია, თუ ეს უფრო მეტია, ვიდრე კოორდინატორის მუშაობა და ზოგადად ეს ფენომენი ისევ არსებობდა ამ არჩევნებზეც? როგორ ჩანს გადმოიბარა ოცნებამ ის მეთოდიკა საარჩევნო, რა თქმა უნდა, უფრო რბილ ფორმებში, რაც ნაცმოძრაობამ დაანერგა. კოორდინატორები მე ქართულ პოლიტიკაში ვარ 99 წლიდან. კოორდინატორების თემა გაჩნდა ნაცმოძრაობის გამოჩენის შემდეგ პოლიტიკაში. ეს არის საავტორო უფლება აქვს სააკაშვილს, როგორც ჩანს, ქართული ოცნებაც აგრძელებს ამას, როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ ეს ეფექტური თემა არის ზემოქმედება იქონიონ ამორჩეველზე. ეს კოორდინატორების თემა ამ ქალბატონების, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ოღონდ არასაარჩევნო უბნებთან, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენ, მასობრივი ხასიათი აქვს ამას საქართველოში, ვიცით ჩვენ ამის შესახებ და ყველა პარტია დაგიდასტურებთ ამას, რაც ხდება საქართველოში.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ამას არ უნდა კონდეს სერიოზული გავლენა მაინც არჩევნებზე, აქტივობა ძალიან მაღალია. იმედს ვიტოვებ, რომ აქტივობა გაიზარდა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების და არა იმ ორი ეგრეთ წოდებული ძოწით შობილი პარტიებისა, როგორც არის ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა, ეს ხო ორი განსაკუთრებული პარტია არის, პრივილეგირებული პარტიაა საქართველოში, ხო? ძოწით შობილები. ვფიქრობ, რომ აქტივობა გაიზარდა ზუსტად აი ამ დანარჩენი პარტიების მხარდამჭერების და იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის მშვიდობიანად, ოღონდ ხელისუფლებას სასრაფო ზომები აქვს მისაღები მარნეულში. საქართველოს არ ჭირდება ახალი უსიამოვნო სურპრიზები. კარგით. ბატონ გუბას, ძალიან მოკლედ თქვენი პარტიის შედეგზე რასელოდებით თქვენ პირადად როგორც ეროვნული ფორუმი ამ არჩევნებისგან ძალიან მოკლედ და ჩვენ უკვე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გველოდება ხაზზე. ჩვენ ველოდებით ქართველი ხალხისგან ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც გადაგვიწყვიტავს ჩვენი ამორჩეველი ქართველი ხალხი. არც მეტი და არც ნაკლები. გასაგებია. დიდი მადლობა ამ მოზომილი კომენტარისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი პარტიები მუდმივად საკუთარ უპირატესობაზე და რაღაც ფეიერვერკზე საუბრობენ, რომელსაც ელოდებიან საარჩევნო შედეგს. ჯამს თუ შევკრიბოთ, მე პარტია ვერ ვნახე, რომელიც მესამე ადგილზე იყოს თანახმა. ამ პირველზე გადიან, ან დაღონებულ პარტიას თუ ნახავთ, ის მეორეზე გადის. ხო და რეალობა ასეთია რა. გამარჯვება იქნება ის ქვეყნის თუ ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი. თუ ასეთი არ იქნა, ვეჭვობ რომ საქართველოს უსიამოვნო სურპრიზები ელოდება. უახლოესი. გასაგებია. დიდი მადლობა გუბას სანიკიძეს და ჩვენ